ორმაგი სტანდარტი და უპრინციპობა. შეფასებები კეთდება დავით დოიაშვილზე, რომელიც საქმიანობას ჩინეთში განაგრძობს. არსებული ინფორმაციით მან შანხაის თეატრთან კონტრაქტი გააფორმა. მის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ და წერენ, რომ დოიაშვილმა დასი მიატოვა და როგორც თავად უწოდებდნენ კომუნისტურ ჩინეთში გაიქცა. დოიაშვილს ნაციონალური მოძრაობა იცავს. არის კულტურის მოღვაწე და მას აქვს არ ვიცი ხა კულტურული კავშირები და თავის დაწარმოებებს ხა რომელ ქვეყანაში წაიღებს ამას ხა ჩემთვის ნამდვილად არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა. არა მარტო დოიაშვილი ნაცმოძრაობის ძალიან ბევრი ადამიანი ჩინეთშიც დადის იქ სავაჭრო ურთიერთობების გააჩნიათ. ორმაგი სტანდარტები არის უკვე დღის წესრიგი ნაცმოძრაობის და მათი მხარდამჭერების. გუშინ წინ ამბობდნენ მაგალითად რომ ჩინეთი არის უკუსვლა საქართველოსთვის და დღეს თვითონ გარბიან იქ სავაჭრო ურთიერთობებისთვის, სამსახურისთვის, ბიზნესის ასაწყობად და ასე შემდგომ. კიდევ ვიმეორებ, ეს არ ეხება მხოლოდ აქაურ აგენტურას. ეს ეხება იგივე ევროკავშირის ბიუროკრატიას, რომელიც თვითონ ხშირად ჩადის ჩინეთში და ეუბნება ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ევროკავშირმა უნდა განაზოგადოს და მასშტაბები გაზარდოს მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების. ალბათ გადაწყვიტა რომ დემოკრატია სხვა ქვეყანაში ააშენოს, ან ძალიან მოწონს ის დემოკრატიული სტანდარტები, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში არის. ამ ადამიანს, ისე როგორც მის კოლეგებს, აბსოლუტურად არ აღელვებთ არც დემოკრატია, არც თავისუფლება, არც არაფერი. ერთ-ერთი რაც აღელვებთ, ეს არის ფული. სადაც მეც გადაუხდიან, იქ წავა, ყველა ადამიანს აქვს იმისი უფლება, რომ სადაც საკუთარ თავს ბედნიერად იგრძნობს და დაინახავს, იქ წავიდეს, ის გადაწყვეტილება მიიღოს, ეს მათზე აბსოლუტურად დამოკიდებული, მაგრამ ყოველთვის ჩვენ არასდროს უბრალოდ არ მივიღებთ, როდესაც ასეთი ადამიანები მორალური არგუმენტებით თუ სხვადასხვა არგუმენტებით კიცხავენ საქართველოს ხელისუფლებას და ამონათებენ საქართველოს მოსახლეობას. ზუსტად იმ სახელმწიფოში აპირებს თავის მოღვაწეობის გაგრძელებას, რომელსაც თავისი გამონათქვამებით შეურაცხყოფას აყენებდა. ესაც მის უპრინციპობაზე მიუთითებს სავარაუდოდ სამხატვრო კოლექტივი, რომელმაც ის მიიწვია, არ არის ინფორმირებული იმ საჯარო განცხადებების შესახებ, რასაც ის ჩინეთთან დაკავშირებით ახორციელებდა. სხვა შემთხვევაში ალბათ ეს შეთანხმებაც ვერ შედგებოდა.